დილამშვიდობის. ესე არა. ზეკაია ზამთარში, მაგრამ ესი არა. ტელეფონი დამჭკავდა და მე დავსხდით. ოი. სად არის ტელეფონი? რჩხილები მაგისეო. ზუსტად 10 საათია გაჭიმული ხალხი. ზუსტად რა ხმა ჩავთვი და იმის ჩამოვიდა. ზუსტად 10 საათი ჩამოიწია ვინ არის? ხატო. ჩემი თანამშრომელი. ეხა ფარდას გავწევთ, თორე ესე არ შემიძლია დამობრუნო. შუშები მაგ გასაწმენდი. ხო ეს სუფთა რო იყო, მე ხო დაასველათ ხოლმე თუ წვიმამ თუ რაღაცა და იმ დღეს ხო ქარი იყო და ცალკე თოვლი ჰქონდა მიყრილი ცალკე და ეს არის გამტვერილია, ირო იყურები მგონია ნისლში იყურები სადღაცას და დღეს ფარდებსაც ვასუფთავებ იმით. წერსაც ვიც მოყვა ტახტის კუთხების ასუფთავებელი ჩოტკი და ერთი ბრტყელი, აი როგორც აი უთოსო აქვს, ორთქლის უთოს ეგეთი რაღაც და ფარდებს რო ჩამოусმენ ხოლმე მტერს და იმას უაცლის ხოლმე კარგად. ფრჩხილები მაკვია. ჭურჭელი დავდეცხე ხლა და როგორ ფელჩეტკები გავიკეთე ცხოვრებაში ფელჩეტკებს ვერ ვიტან. მით უმეტეს ჭურჭლის რეცხვისას რომ ეს არის რა ქვია, ვერ ვიგებ ის კაფი რომ მოსცილდა. ხო და მე ხო რა კოინას იმაში ხო გროვდება იქ მწვანილია ის რაღაცები და ავიღე რომ ამოვასუფთავ მეთქი და კარი სახელური ზონა გამეღო რომ ეს გარეთ გადმომეყარა რა. ხო და ეტყობა ბოლომდე ვერ მიწვდი და ამ ფრჩხილით სახელურს ამით ჩამოვკარი და მეგონა რომ ფრჩხილი ამეხა. ხო და რა ვიცი, გაწი გამოწიე შუადღემდე კაკაჩოს ეს ნახეთ. ეს ნახეთ და ოი რა უნდა განახოთ კიდე, ნახე. ეს საყვარელი ველოდები როდის გაყვავდება წინაკალად. ნახეთ. ველოდები გაყვავდეს ერთი გემრიელად და აი აქაც აქ კოკორი. აი აქაც აქ. ესე ჩემი თუთის ხეს ვეძახდი. ვერც იქნა გაყვავდა. შვენიერი ამინდია რა გინდა აქ. აუმოქს. აი მე წერალაშა წავიდა და მანქანა და ქოქა და ეკლესიაში გავიდა. ესე იგი 1-10 წუთი მიდიოდა ალბათ აი ამ გზაზე მანქანა. მოლიპული კი არა სარკისავით არის. უნდა და მე როგორ ჩახველი მეთქინე და ჩავიდა დედა თუსადმე ბღუის. ой, ხვალიდან ვიწყებთ სამსახურს. გავდივართ. ოღონდ თუ ესეთი მოლიპული იქნება, არ ვიცი იქამდე როგორ გავალ. ალბათ 4-ით. თვალს რაც შეეხება, მე მეღიტინება აი აქ. მაგრამ თითქოს ვინც რო ვიხედები ის რაღაცები კიდე მაქვს ის დამწრობის სასავარაუდოდ. ნუ ეხა მექნება რა 2 დღეში არ გადის. ხალი რო დაგწვია და რაღაცა 2 დღეში სადაქრება. ხო, მაგრამ ისა ოდნავ მაქვს შესიებული კიდე ისი ძალიან არა აშკარად უკვე კეთესობისკენ მიდის. დავიღალე. აი მე ჩემი ძალი მირეკავს. პასუხო ერთი ქალს. ო, ჯანდამწვარო გისმენ. ახლა ეს უკეთ აღარ ტელეფონზე მე დედა იმოდენა ხანი მე გაგანა ყავა გამიცივდა ხან.
სამსახურის ჩატი წკაპაწკუპობს. აი კაი ის არის კუთხე გადასაღებად ხოლმე რა თან ეს კრესლო სადედოფლოთ ვიყიდე. ჩემი აი ხო არის ხოლმე რაღაცას რო იყიდი და ან რაღაცა მე რო არ მოგწონს ან ფეხსაცმელი ან რაღაცა თუნდაც ავეჯი რაღაც აი ეს ხო ვიყიდე ეს 4-ეული შარშანი იყო შარშან რა ვიცი ხო და ესა მე ამას ხმას გამლახეს უკვე ნინო არის ჩემი უფროსი ხო და ხო ვიყიდე ჯერ მაშინ მე მეგონა რომ ცოტა ანუ იქ რო ელაგა მეგონა რომ იყო ცოტა პატარები ეს 4-ეული რა ანუ ერთად რო ელაგა იქ ზედა მიკუჭკუჭებული და მეგონა რაღაც რომ მოიტანს და დაალაგეს ვიფიქრე ამას აქ დავდებ იმას იქ დავდებ ჩემი აზრით ვფიქრობდი მაშინ და რომ მოიტანეს და დაალაგეს გაისო ოთახი მე უარ შეცვალეს ვფიქრობ ამ ხელები არის ხო და ანუ როგორც მომწონდა მაშინ და ვიყიდე ისე მომწონს ეხლაც იმდენად კაი ის არის რა მე გაზაფხულისთვის კარგად დავა ტვერს ასრუტებ ამეებს ბალიშებს და რაღაცა კარგად გავასუფთავებ იმ რაღაცა ხსნარები ხო არის აი ამეებს გემრიელად და წელს აქ ოთახში რემონტს ვაკეთებ ზაფხულზე კიდე ავიწეწები ოღონდ ეს აწეწო არაფერი არ არის თუ აქედან არ უნდა გავიტანო კარა და არაფერი არ უნდა გავიტანო საერთოდ რა ტახტები და იმეებს გავიტან ცოტა ხნით გარეთ და დავამთავრებთ აქ ოღონდ რო დავიწყებთ რემონტს ძალიან მალე უნდა დავამთავროთ ან მაისში მთავრდება ხოლმე სკოლა ხო ივნისში უბრალოდ მაისის ბოლოს თუ ივნისში იმაში რომ დავიწყებთ ივლისი ძალიან მალე უნდა მოვჩეთ საჭიროება ეგ მოითხოვს ხო გუშინ ამბობდა კარების შეცვლაზეც ორ ფრთიან დავაყენოთ თუ ერთ ფრთიანიო და ვერ გადავწყვეტეთ ერთი ის მინდა რომ შუშებიანი იყოს რომ სინათლე შემოვიდეს რა რომ ის კუთხე ძალიან არ ჩაბნელდეს მე განლაგებასაც რაღაცნაირად შევცვლით აი იქ რო ტელევიზორი დავკიდო ამ დღეებში ხატების დაკიდვაც გვინდა იქ 2 წელია უკვე ხატები გვიდევს ყუთში რემონტი რო გავაკეთეთ გოგოების ოთახში რაც არის ხა იქ იყო ხოლმე ხატების კუთხე და რო ჩამოხსენთ და რაღაცა ჩავალაგეთ მე რემონტი რო მოვჭით ეგ ხატები დავწმინდე ამოვიტანეთ აქ რომ სულ ყველა ისე უნდა დაგვეკიდა და შემოგვრჩა მე ისევ მეორე წელს რემონტი და ის და ეხა დავგეგმეთ რომ აუცილებლად უნდა დავკიდოთ ყველა ხატი ამ დღეებში ხო ეგრე შვიდში ნინო არის დაპატიჟებული დაბადების დღეზე ელენეს დაბადების დღეზე თბილისში მე რადგან შვიდში ძალიან მინდა ალილობაზე სიარული ჩემი რძალი და ნინაც მიდიან მაგ დაბადების დღეზე და ვფიქრობ ნინოს გავაყოლებ მაგრამ გუშინ ნინო მეუბნეოდა რომ მეც მინდა ალილოზე სიარულიო და არ ვიცი რას ვისავთ მე ძალიან მინდა აი არ მინდა რომ ალილოობას გამოვაკდე თბილად ჩავიცმებ და ვიფლი თან ხო იცი თქვენ ხო ვიცი ხოლმე თქვენს როგორ ელოდებით ხოლმე ალილოს მას რა ქვია ვლოგებს ხოლმე 3 ვიდეო მაინც იდება ხოლმე ალილოობიდან არაფერს არ ვჭრი ხოლმე არაფერს არ ვამატებ ხოლმე არანაირ მუსიკას არ ვადებ ხოლმე როგორც ვიღებ ეგე ნაწილ ვდებ ხოლმე პირველი ვიდეო მეორე ვიდეო მესამე ვიდეო და ბოლო ვიდეო არის ხოლმე უკვე რომ აი ამ 3-დან პატარა ვიდეოს ვამონტაჟებ ხოლმე ტაძრის გვერდისთვის მუსიკის ფონზე შარშან იყო ძალიან მიყვარს ეგ სხვა შარშან აღმოვაჩინე ეგ გალობა შობის და ძალიან მომეწონა და მაგ მელოდიაზე თუ მაგ გალობაზე გავაკეთე არ ვიცი YouTube-ზე მიდევ თუ არა ყოველ შემთხვევაში Facebook-ზე უნდა იდოს მე ნახ
დღეს გეგმა რა გვაქვს? დღეს აუცილებლად უნდა დავამთავრო სკოლის გახსოვთ რუკა რომ მოვიტანე სკოლიდან რამდენიმე მე რამ მოვიტანე რომ გამოგზავნეს დაზიანებული რუკა არის რელიეფური რუკა რომელიც აღარ გამოდის და ძალიან ძველია და პლასმასის მასალა რაღაცა ეგეთი თხელი და ალაგ-ალაგ 3-4 ადგილას იყო ჩატეხილი. ხო და ეგ აღვადგინე პაპიე-მაშით. ხო და ეხა ეგ უნდა შევღებო და უბრალოდ შევღებო ერთია და უნდა დავგუგლო ეს რელიეფური რუკა, რომ ზუსტად იგივე ხაზები, კონტურები ხარ როგორც რუკაზე უბრალოდ ხوار გადავღებავ და ის რომ ანუ ის გატეხილი დაზიანებული ის შეერწყას დანარჩეს რა. ეგ უნდა გავაკეთო და ლაკი თუ მაქვს არ ვიცი, რომ მთლიანად მინდა გადაუსვა ლაკი სიმყარისთვისაც და დაიცავს კიდეც და მინდა რომ დღეს ეგ დავამთავრო. აუცილებლად რომ ხა მე სამსახურში გავდივარ, ისე მოვა სკოლისლაში მისვლის დღე, რომ გავიგებ აღარ მინდა რომ დიდი ხანი გავაჩეროთ, ეხლა თან ხო სჭირდება არა მასწავლებელს. ხო და ეგრე რა. ეგ მინდა გავაკეთო. ამიტომ მაგისტვის ჯერ უნდა ტორსასრუტით შემოვიქო უბრალოდ რომ აი არ შემიძლია ვერ დავჯდები ხა მიუხედავთ იმისა რომ გუშინ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ჩავთეთ ვედაბარბარებ ტორსასრუტი ხალիჩა სადაც ყოველდღიურად დავდივართ და რაღაცა თან ისე რომ არ არსებობს აქ ფეხსაცმელთ არავინ არ გაივლის ანუ ეზოსი რჩება ეზოსთან არ მიყვარს ძალიან არ მიყვარს როდესაც სახლში ეზოსი და ის ანუ შედი გადიახვება ჩვეულებრივ ჯერ ის ხომ ან ხო ვერ დაიცავ ვერც ის უთავეს ვერც მტრის როგორ უნდა დაიცვა ხო და მე დაჯექი და იჯექი და ნაგავი გეყაროს ცოტა ისეთი თემაა რა და აი არიან ხოლმე მე მაგალითად ბევრი მინახია რომელსაც არ აქვს მაგაზე გართულება ეგეთ სიტუაციის მაგრამ აი მე ეგეთ ადგილას წყნარად ვერ ვიჯდები ეგ არის ორი სახეობის ისა ნერვოზული აშლილობა ერთი უკიდურესობა იქით და მეორე უკიდურესობა აქეთ მაგრამ ისევ აქეთ აჯობია მე მგონი რა ხო და მაგას მივასუფთ მოვასუფთებ და იწეღა რაც ფანჯრები აუცილებლად უნდა მოვასვისავთნა რომ იქედა რომ ზე შემოდის და ვერ შემოდის გონია რომ ეს ყველაფერი აქ არის კიდე და აშკარად კარადის დალაგების როც მოვიდა კარადას ვალაგებ ხოლმე ისა იმიტომ კი არა დასალაგებელია ну რაღაცეები დასალაგებელიც ხო არის რაღაცას რო აიღებ და ესე რო აღარადებ ზუსტად რო აღარადებ რაღაცა ეგ მომენტიც ხო არის და თან პლუს ხო კარადას რო ალაგებ შენ ნერვებსაც ალაგებ რა მე მასე ვარ შენ ფსიქოლოგიურადაც კარგად ლაგდები აწეწილი რო ხარ ხო და ეგ მომენტიც მჭირდება სავარაუდოდ დღესვისა გუშინ სხვადასხვა ძალიან ცოცხლად გავიყურებოდი ბევრი რამე გავაკეთე სარეცხით დავრიცხე ისიც ავქე მე რა დავრეცხე დავფინე უბრალოდ უთოსთან ვერ მივდივარ ამ ბოლო დროს უთოს აუტანლობა მჭირს ოღონდ ეგ ჩემი ბრალი არ არის ეხლა გეტყვით რისი ბრალია ნახო ნახო თუ დაიდო ვიდედა ეხლა ნახავ დღეს თუ დაიდო შერეფის სიზმარი გეტყვით რამდენად შეიძლება უთოსთან მივიდე დღეს თუმცა დღეს ერთი ფილმი აღმოვაჩინე ტობი ქვია მე მგონი ძაღლებზია თუ ტოგო ტვოთი იწყება ყოველ შემთხვევაში ხო და თუ კაი ფილმია ვამბობენ ხო და თუ ჩავრთე და ვუყურე უთოსთანაც მივალ ესე იგი ჩვენ გვინდა ეშერეფის სიზმარი
აბა ნახოთ. ხო იცი ეს იმაში რო ხდებიან ხოლმე რა ქვია იმას სასწავლებელში და რო გახსნიან ხოლმე და ესე რო უყურებენ ეგ მომენტი არ არის დადებული რა გჭირთხარ ხნო არ არის მაშინ ნახოთ ავატარი მესამე ქართულად ცეცხლი და ფერფლი დევს განაარდევს ავატარი მაგრამ ინგლისურად მინდოდა რომ ავატარის ის მეყიდა რა ქვია ბილეთები მაგრამ ვიცი გავაჩერო თორე ავატარის მუსიკა დამადამბლავებს მე მან ქართულად მალეო ჯერ არ არის ხო და ანუ მინდოდა რომ ავატარზე წავსულიყავით ბილეთებს და წავალ იმიტომ რომ მე ეგ ფილმი ძალიან მიყვარს ჯერ თავისი სილამაზით კადრების სილამაზით თან ეგ ჟანრი მიყვარს რა ხო და კაი ნუ უყურებს ნინო უყურებს კაი ხო ნუ ბარბარეთ იოანეთ აი ლაშა საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებს იმიტომ რომ მაგიტო ვამბობ რა ისინიც რომ პირველიც უნდა გქონდეს ნაყურებელი მეორეც რომ მესამეს უყურო ხო ეგრე არის ფილმები ერთმანეთზეა ხოლმე აგებული როცა ესე სერიალებიც მიდის ხო და მე მივხვდი რომ აზრი არ აქონდა ამას წინათ ახალი წლის ღამეს უყურეთ სხვათა შორის არხზე ხო მარტო ჩვენ ვიყავით იმ არხზე ქონდა გადართული არ მახსოვს რომელზე სადაც ქართული ცეკვები იყო ერისიონი იყო და ივანემ გამოთქვა სურვილი რომ ძალიან მინდაო რომ მის კონცერტზე წავიდეო სუხიშვილების კონცერტზე აი ძალიან მინდაო რა და საუბარში ხარ სუხიშვილებს რო კონცერტი აქვს ხოლმე მეთქი ერთი ბილეთი თირკბლის ფასი ღირს მართლა მასე ღირს ხო და ამას წინათ არ ვიცი როდის არის სუხიშვილების კონცერტი მაგრამ ამას წინათ შემხვდა Facebook-ზე რომ ერთი ბიჭი წერდა თუ გოგო რომ ორი ბილეთი მაქვს სუხიშვილების კონცერტის სავარაუდოდ ეხა უნდა იყოს რომ უახლოეს მომავალში და ვეღარ მივდივარო ამიტომ ვყიდიო თავის ფაშიო თუ რაღაცა 200 ლარათო ერთ წელს 200 ლარად აი ძალიან ძვირიღია რა გეფიცები რომ სიტყვაზე 100 ლარი რო ყოფილიყო აი ორ ბილეთს აი მაგ ბილეთებს მაინც ვიყიდ ჯერ არ ვიცი ეგ ზოგადად არასანდო სიტუაცია როდესაც გადამყიდველის გაყიდულობ ამ სიტუაციაში იმიტომ რომ არ იცი რა ხდება ბილეთი უნდა იყიდო საიტზე როდესაც შენ თავისი შტრიხ კოდი ჰქონდეს და იცი რომ ის ბილეთი შენია და 9 ჯერ არ არის გაყიდული ძალიან ბევრი შემთხვევები ყოფილა ეგრე ხო აი რომ ეთქვათ რომ აი 100 ლარი რაღაცა კიდე ვიყიდდი ორ ცალს მაინც კაი მე და იოანე თუ არა ლაშა და იოანე წავდი მაგრამ ბარბარისაც ხო უნდოდა ხო და რაღაცნაირად გამებრაზა რა ხო მესმის რომ ანსამბლი ხარ ძალიან ჰაი დონეზე მომწონს აი ალალად ვიტყვი ბალეტის სტილი რო აქვს ეგ არ მომწონს ნუ არ მომწონს რა კარგი არის მაგრამ არ არის ჩემი მიმდინარეობა მე არ მომწონს ეგ სტილი ხო მაგრამ ის ქართული რაც აქვთ მაგრები არის და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებდი კაი ადგილი და რა თქმა უნდა იქ არა იქ ჭში რო ზიხარა რიგრიგობით ოში ხო და მესმის რომ ესეთი მაგარი ის არის მაგრამ რავი ორჯერ ჩაატარე და ისეთი იყოს რომ ხელმისაწვდომი იყოს იმ უბრალო მოკვდავებისთვის ხო შეიძლება რა ოჯახიდან ერთი ხო არ წავა ერთი უნდა ნახო როდის თუ არის და ტყუილი არისო სუხი შვილების კონცერტი ხალხო როგორ ხმარობთ ამ ფრჩხილებს ხო პატარებია მაგრამ მაინც აი ბილეთები ზე შემიყვანა ეგრე სუხიშვილები
თბილისის საკონცერტო დარბაზი 26, 27, 28, 29 დეკემბერი. უკვე გააუცდით შვილი. დეკემბერში ყოფილი. ეს წინეს ისინი რო გამოუხდება ხოლმე. აბა გუშინ წინ ძველი ისავნა, ხე? ხო. აშკარად აგვერია. დეკემბერში ყოფილი. ეს რაღაცა რო უხდება, ხო შეიძლება რომ აღარ გადმოუხდეს. რეკლამა რაღაც. ესე იგი ყოფილა უკვე და მე კიდე ეხლა აღარა. მერაბსეფაშვილი კარგია, 6 იანვარ მერაბსეფაშვილი არა ის. გუში წირებში იყო კონცერტიდან მერაბსეფაშვილის ახალი კონცერტიდან ნაწყვეტი კაცი ვეღარ ანუ რას ვერჩი ხო და ანუ მერაბსეფაშვილის სიმღერები რავი მოდიოდა და დროსაც უძლებდა და ყველაფერსაც და ეხაც ბევრჯერ წამიღეღინია მის სიმღერები. მაგრამ ეს კონცერტზე ერთ სიტყვას იტყოდა მიუშვე და მაყურებელ თქვენ დაამთავრეთ თქვენ კაი ხალხო თქვენაო. ეგეთი კონცერტი არ ვარ. ხო ესე იგი სულხიშვილების კონცერტზე ტყუილა მივდივი კიდე არ ვიყიდე. ათო კურები ვარ დეკემბერში. ანუ ძალიან კარგი იქნება ესეთმა ხალხმა, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე არიან თავიანთი კონცერტის მოთხოვნილებით თუ ზოგადად. უბრალო მოკვდავებით გაითვალისწინო. ხოლმე რომ იქნება მომდოდეს ხალხს. თანხომად ფასები ადგილების მიხედვითაც იქნებოდა კაცმარჯის ის 200 ლარიანი შეიძლება აიქ პაპაჩები ვალიკო მიიწეოდა და მეტყოდა ცოტა აქ დაჭექი ცოტა ხანი და მე ისე ვწადე. იქიდან ყურებას კიდე სულ არ უყურო ჯობია. ალბათ წინ დაჯდე წინ რა აი შუა ადგილა სადაც კარგად ჩანს. შეიძლება 340 ლარი გიყიდეს. ხო და სულხიშვილების კონცერტი რო იქნება და თუ მე არ ვიცი და ცოტა მოკვდავების ფასში იქნება გამაგებინეთ ხალხო რომ დიდი სიამოვნებით ავუსრულებდი იონეს მაკას. ბარბარესაც რა თქმა უნდა. ადემანან ეხლა. ანიჯექი ახლა რა. აბა რა საკეთებთ თქვენ დღეს? რა საქმო? ახლა მე ყავა არ მიცივდება, იმიტომ რომ იქ ვდგავ, ფეჩზე ვდგავ, გამათბობელზე ვდგავ. თქვენ უკვე ტალენტით უკვე. მეც მოვჭი. ავდგები ხა და ძალიან ფრთხილად დავწმენდავ ფანჯრებს. 31-ში საღამოს მე რო რაღაცებს ვაკეთებდი ბარბარემ და ნინომ დაალაგეს აქავრობა. ბარბარემ მტვერსას უტი დადიოდა ნინომ მტვრების სტილოთი. მერე ბარბარეს უთხარი რა რომ ის მაქვს რა ქვია, რო გრძელდება კუთხეების აბლაბუდა და რაღაცა როა, ხო ესეთი ფუმფულა რაღაცა როა და მაგითაც შემოუარა ბარბარემ სულ მოასუფთავა თუ რამე იყო რა და აი გეფიცები ხვამოველი. სადღაც 5-6-ისთვის გააკეთეს და 10 საათისთვის მოვჭი საქმე სამოვედი. გამათბობლის თავზე. აი სადაც გამათბობლის ის მარტო იმ ადგილას კეთდება კიდე. ყოველ დღე რო წმინდა ყოველ დღე აი აბლაბუდა არა რაღაცა. თორსას უტი უნდა აშკარად. ჯერ უნდა ამას მტვერსას უტი ეხლა ფარდები და ის ჩამოვასუფთავ თუ მტვრის ბუწუწია აქვს ადმე და მერე იმას ვიზავ. კი ბატონო, ეგეჭი. ხოდა ხა დაგემშვიდობებით ხალხო მტვერსას უც გამოვაპროწიალებ მე. ბედნიერი დღე ყველას. კიდევ და კიდევ. საჭველი გვიცოტავდება. მალე ალბათ ჩვეულებრივ შევუდგებით საჭველების ყოველდღიურ უკეთებას. ეს არის 3.
თუ 4? 4. კი. დედა უკვე 4 დღე გავიდა, კაც გუშინ არ იყო ხალწელი. აბა თქვენით ხალხნებო. კარგად იყო. მომავალ ვიდეო ნახოთ, აბა საღამომდე თუ შეგვიჩება აი ეს ჩხილები. ხარისხი კარგი აქვს, მომწონს, მაგარია, ანუ ესენი არ არის ძალიან რბილი, წინა მხარე, ძალიან კი არა, საერთოდ არ არის რბილი. სად იყიდეო ესაო და ეს ვიყიდე თემუზე, გუშინდელ ვიდეოშიც ვთქვი, მაგრამ კიდევაც ვიტყვი. ანუ ამ სტილის ფრჩხილები მომწონს. ანუ ჩემად მიმაჩნია რა, ესეთი აი ესეთი ოთხკუთხედები. ეს ძალიან წვეტები ვერა. ვერც ავხმარობთ, მგონია სხვის თითებია. ხო და რა ვიცი, ეხლა ბოლოს რო გამოვიწერე, ანუ ესენიც ბოლოს კია გამოწერილი და კაი ხარისხისა ჩამოსული და სხვა ორიც გამოვიწერე და აი ესე იბრიცება და ძალიან საშინელებაა და როგორ უნდა მიხვდეთ რომელია კაი, მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გავნებთ ერთად გამოვიწერე და ესე ჩამოვიდა და წინა გამოწერილების უკარგებია და მყარებია ჩამოსული. წაველი აბა, ბედნიერი დღე ყველას.